მე მინდა ერთი ძალიან ცნობილი ადგილი, თქვენთვის ყველასთვის ცნობილი ადგილი, პატარა მონაკვეთი წავიკითხო. ეს არის მათეს სახარების მე-6 თავი. ძალიან ბევრი ადამიანი ვინც სახარებას კითხულობს, ეს კონტექსტი ალბათ ძალიან კარგად იცის. მე მთლიან კონტექსტს არ წავიკითხავ, მე-6 თავის 24 მუხლიდან წავიკითხავ, ნაწილ-ნაწილ, მე-6 თავი მათეს სახარებისა 24 მუხლიდან. არავის შეუძლია 2 ბატონს ემსახუროს, ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმ ერთ შეეთვისოს და მეორე შეიძულოს. სანამ იესო ამ მუხლს დაამთავრებს, მეგობრებო, ალბათ პირველად მსმენელისთვის სხვა ასოციაციას იწვევს. იესო ლაპარაკობს 2 ბატონზე და სანამ ის აი ამ თავისი ნათქვამის მეორე ნაწილს სიტყვის ანუ დაასრულებს, აი ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ რომ პირველად ვისმენთ ამას, ჩვენი ასოციაციაც იქნება დაახლო, ნუ 2 ბატონსთან იმ დროს, როცა ბატონებზე და მონებზე ლაპარაკი, ყველასთვის გასაგებია. შეიძლება ჩვენი მენტალობისთვის არ იყოს ადვილად გასაგები, რას ნიშნავს ბატონი, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვიცხოვრია ისეთ ეპოქაში, როცა ბატონები მართავდნენ, ან ყმები იყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ მათთვის, მსმენელებისთვის, რომელთაც ეს მოსმენილი კი არ ქონდათ, მათ თვალწინ ხდებოდა ყოველთვის ეს ყველაფერი. თითქოს და რთული არ უნდა ყოფილიყო ამის გაგება, მაგრამ ასოციაცია პირველადი ალბათ იქნებოდა მცდარი, ეს όμως ვერ შეძლებ 2 ბატონს ემსახურო, იმიტომ რომ თვითონ 2 ბატონი არ მოგცევს ამის საშუალება. ყველა ბატონს, არა არც ერთ ბატონს არ უნდა რომ თავისი მსახური გაზიარებული ყავდეს სხვისთვის. იმიტომ რომ მას უნდა რომ მისი მსახური ყოველთვის იქ იყოს სადღაც ახლოს, კართან იცდიდეს თუ სადღაც, როგორც კი დაუძახებს, ეგრევე იქ გაჩნდეს და სასწრაფოდ გააკეთოს ის, რაც ბატონს სურს. ალბათ ეს იქნებოდა პირველადი ასოციაცია. მაგრამ იესო ამთავრებს ასე აი ამ თავის ნათქვამს და ვკითხულობთ. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ეს არის აი ამ მუხლის მართლაც ღერძი, მთავარი აზრი, რაც იესოს უნდა ეთქვა და მართლაც მეგობრებო, მნიშვნელობა არ აქვს იმ პირველად ასოციაციას, რაც შეიძლება გაგვიჩნდეს ან გაუჩნდეთ, იესომ აქ თქვა, უბრალოდ შეუძლებელია ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. აი ასე იწყება ეს მონაკვეთი, მე ვიცი რომ დრო უნდა გაუფრთხილდეთ ახლა განსაკუთრებით ასეთ სიცხეში. და მე უცებ აბავს ასეთ სიტყვებს, ამიტომ გეუბნებით თქვენ. ნუ წუხართ თქვენთვის რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურს თქვენი სხეულისთვის თუ რით შეიმოსოთ, განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეულის ამოსელზე. ნებისმიერი ადამიანი, ვინ თუნდაც ახლა უყურებთ ამ მუხლს კონტექსტში, თითქოს და რაღაც უცხო გადასვლა არის. თითქოს იესოს უნდა დაეწყო ხა საუბარი, იმიტომ რომ მან თქვა ერთი ბატონი ეს ღმერთია, მეორე ბატონი შეიძლება იყოს ფული, მაგრამ იესო გადადის უცებ საზრუნავზე და ამბობს რომ ნუ წუხართ, ნუ ზრუნავთ. და თითქოს და ისევ მარტივი მაგალითები, აი მე ვიხსენებ ხა ჩემს პირველად ასოციაციებს, ძირფასო მეგობრებო, როცა მე ვკითხულობდი ამას და ყოველთვის მიჩნდებოდა პროტესტის განცდა, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ მოგვისმენია, რომ ეხლა ციდან კი არ ჩამოვარდება ბატონო. ჩვენ თუ არ ვიმუშავეთ, თუ ხელი არ გავანძრიეთ, აბა როგორ ციდან ჩამოვარდება? ეს ყველგან გვესმის, ეს დღესაც ყველგან ისმის. და მე იესო ამბობს ძალიან მარტივ მაგალითებს, შეხედეთ ცის ფრინველებს, არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში ვაგროვებთ. მოდი გულწრფელად მეგობრებო, განა ჩვენ ასე ვიღებთ ხოლმე მაგალითებს. შევხედავთ ცის ფრინველებს და ვინ უგეშეთ თავი, ნახეთ, აბა არაფერს არ აკეთებენ და როგორ ცხოვრობენ და როგორ იკვებებიან. ძალიან დიდი ოპტიმისტი უნდა იყო, ან ძალიან უგუნური, რომ ასე მარტივად შეაფასო ყველაფერი. მერე მან თქვა, ეხლა ტანსაცმლის პრობლემა არის, დიდი დანახარჯები მიგდით ამაში, შეხედეთ ეხლა ველის შროშანებს. ისინი არც რთავენ, არც ქსოვენ, არც სავაჭრო ცენტრებში დადიან, მაგრამ ისი არიანო შემოსილნი, რომ სოლომონსაც შეშურდებოდაო. და ბევრი ადამიანისთვის დღემდე სამწუხაროდ. ერთის მხრივ თითქოს და პრიმიტიული ადგილია, რა თქმა თითქოს და რაღაცა პრიმიტიული საუბარი არის, მაგრამ ბოლო მომენტი, რაზედაც მე ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა, არის 33 მუხლი, რომელიც ძალიან კარგად იცის აქ უმრავლესობამ. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე
ეძებეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ. ეხლა მეც ხან ვახსენე ჩემი ასოციაცია, ძალიან გთხოვთ ყურადღებით მომისმინეთ. მე მქონდა ბევრი ბრძოლები და იცით რატომ მქონდა ეს ბრძოლები? იმიტომ რომ მქონდა ბევრი საზრუნავი. აქ არის ისეთი ადამიანი, ვისაც საერთოდ არაფერი საზრუნავი არ აწუხებს. ერთნი ვიბრძვით, რაღაცა გამოვიმუშაოთ, რომ ოღონდ თავი გავიტანოთ, და ამ დროს შეიძლება არიან ადამიანები იმაზე ზრუნავენ, კიდევ როგორ დაუმატონ თავისი უხვეს. მაგრამ ყველას აქვს საზრუნავი. იმიტომ რომ იესომ ეს კონტექსტი დაასრულა ასეთი სიტყვებით, რომ ყოველ დღეს აქვს თავისი საკმარისი საზრუნავიო. დაუკვირდით მეგობრებო, მე ვერ ვიგებდი ამას. როცა ახალგაზრდა ვიყავი, როცა ახალდაქორწინებული ვიყავი და თავზე მეყარა საჭიროებები და თავზე მეყარა საზრუნავი, ჩემი უფროსი თაობა, როცა ხედავდნენ ჩვენს ბრძოლებს, როცა ხედავდნენ რომ დიდი საფრთხე იყო რომ ჩვენ როგორც ბევრი სხვა ვემიგრირდებოდით დედაქალაქში ან სხვაგან, იმიტომ რომ მე თბილისში არ დაუბადებული ვარ და არ გავზრდილ ვარ. მე მოვინანიე პატარა ქალაქ ჭიათურაში და ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი ასეთი ქალაქებიდან და განსაკუთრებით იმ დროს და ეხლაც რა თქმა უნდა, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში, 91-ში, 92-ში, როცა უბრალოდ პური არ იყო, აქ რიგები მაინც იყო, იქ საერთოდ არ იყო. და ადამიანები მატარებლებით დადიოდნენ დიდ ქალაქებში, რომ პურის რიგში მდგარიყვნენ და მე თავის სახში წაეღოთ პური და ამ დროს ვიქორწინე, ასეთ დროს შვილი შეგვეძინა და უბრალოდ მართლაც გაყოფილი, მართლაც გაორებული, დღეს ხანდახან თითქოს და რაღაც გმირებად წარმოვაჩენთ ხოლმე ჩვენ თავებს, აი ისე ვაკეთებდით, ფეხით დავდიოდით, დღეს ეს გვესმის, მაშინ ამას რატო ვაკეთებდით? დღეს უფრო გვესმის ვიდრე მაშინ, მე მაშინ არ მესმოდა. მქონდა უამრავი ბრძოლა. დიდი ბრძოლები და ეს იყო პრობლემა, ყველაზე მეტი ჩემთვის მართლაც იყო, რა მოუხერხო ამ საზრუნავებს და ის თაობა ეკლესიაში ხშირად კითხულობდნენ აი ამ მუხლს და ძალიან მაგიზიანებდა. ხშირად გვეუბნებოდნენ ასე, რომ აი ნახეთ როგორ ამბობს ბიბლია, ცისფრინველებს შეხედეთ. აბა ნახეთ როგორი კარგად გამოიყურებიან მოვლილები. მუშაობენ? რამე საზრუნავი აქვთ? ეხლა კიდე ველიშროშანებს შეხედეთ და მერწმუნეთ რომ ეს არ იყო ჩემთვის არაფრის მთქმელი. ეს არანაირ ნუგეშს არ მაძლევდა. მაგრამ გავიდა დრო და რაღაცას მივხვდი და მე მინდა უბრალოდ ის კი არ გითხრათ რომ თქვენ რაღაცას უნდა მიხვდეთ, ვიცი რომ მიხვედრილებიც ხართ, მაგრამ შეხსენებით შეგახსენებთ რაღაცას როგორც პავლე ეუბნებოდა ეკლესიას. იმიტომ რომ იესომ თქვა საკვანძო მომენტი და ჩვენ ხშირად ყურადღება გადაგვაქვს და გვერევა და არ ვაკვირდებით რაღაც საკვანძოს. იესომ თქვა ასეთი რაღაც, თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ეძებეთ ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე რომ ეს ყველაფერი შეგემატონ. დაუკვირდით მეგობრებო. კიდევ ვიმეორებ, ასოციაცია ჩდება რომ ეხლა იესოს უნდა ეთქვა მცირედ მორწმუნეო რა გემართება, ჩიტებს დააკვირდით, შროშანებს უყურეთ და ყველაფერი ასე იქნება თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ ქრისტეს მსგავსი რამ არ უთქვავს. იესომ თქვა რომ თქვენ კი უწინარეს ყოვლისა, უპირველეს ყოვლისა და ჩვენი სიტყვა, ქართული ლექსიკა უკვე ამას ბევრი ახსნა განმარტება აღარ ჭირდება. იესომ თქვა პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სათა სამეფო, ეძებეთ სასუფეველი სათა და ეს ყველაფერი, სხვა ყველაფერი შეგემატებათო თქვენ. მეგობრებო, არ მინდა რაღაც რელიგიურად გავიგოთ ეხლა ეს ყველაფერი. ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, ყურია შეჩვეული. და ხშირად როცა ისევ საზრუნავი თავზე გვაყრია, ხშირად როგორც, იმიტომ რომ ქრისტემ შემდეგში სხვაგანაც თქვა, სხვა იგავში ის ამბობდა რომ ცხოვრებისეული საზრუნავი, როცა ის იგავს ყვებოდა მთესველზე და თესლზე, იესომ თქვა რომ ცხოვრებისეული საზრუნავი აჩანაგებს კეთილთესლს. ნიშნულობა არ აქვს რას ვისმენთ, ნიშნულობა არ აქვს, რა თქმა უნდა აქვს ნიშნულობა, მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც ვიტყვი, როგორ ეკლესიაში დავდივართ, როგორი ლიდერები გვყავს, როგორ ბრძნული სიტყვებით გმოძღრავენ, როგორ ზრუნავენ, როგორ გვარიგებენ, ხანდახან მგონია რომ ეს არის ყველაფერი გადამწყვეტი, მაგრამ გაიხსენეთ ეს იგავი იესომ თქვა, რომ ცხოვრებისეული საზრუნავი აჩანაგებს თესლს. როგორი კარგიც არ უნდა იყოს თესლი. ეს არის რა თქმა უნდა ჩვენთვის
ის რითიც ვცხოვრობთ, ღმერთის სიტყვა, მისი რჩევა, მისი ინსტრუქციები, ყოველდღიური, ყოველკვირეული თუ არ ვიცი როგორ, მაგრამ იესომ თქვა, ცხოვრებისეულ საზრუნავს შეუძლია გააჩანაგოს ეს თესლი. ცხოვრებისეული საზრუნავი იქნება მუდმივი გამოწვევა ჩვენთვის. ის იყო, ის არის და ის იქნება მუდმივი გამოწვევები. ამის გამო დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ზარალდება, ამის გამო ეკლესია ზარალდება, ამის გამო ღვთისმსაქმე და სამეფო ზარალდება. ეს მეგობრებო არ არის ის რაც ჩვენ არ გვეხება. თუ დღეს არ გეხება, მერწმუნე ხვალ შეგეხება. მე იმისთვის კი არ მემეტებით რომ გაჭირვება მოვიდეს თქვენს კარებთან. გაჭირვება არ არის მხოლოდ საზრუნავი. იმ იგავში თესველზე და თესლზე იესო არ გულისხმობდა გაჭირვებას, ის ამბობდა ცხოვრების საზრუნავი და სიმდიდრის საცდური. გახსოვთ ასე ამბობდა, ხო? სიმდიდრის საცდურიც მათ შორის. ასე რომ თუ დღეს არ არის ეს პრობლემა შენს კართან, ის შეიძლება ხვალ გამოჩნდეს. და მე შემთხვევით არ ვახსენე ეს მიგრაცია, შემთხვევით არ ვახსენე, როცა ადამიანები ზოგჯერ სწორედ ამის გამო გადავადგილდებით ერთი ადგილიდან მეორეზე და მე მერწმუნეთ მეგობრებო, დღეს მით უმეტეს 21 საუკუნეში ეს უკვე პრობლემაც აღარ არის. ადამიანები ერთი ქალაქიდან, ერთი რეგიონიდან კი არ ემიგრირდებიან მეორეში, ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე. ასე რომ ეს ახალი თემა არ გახლავთ. და მე ამის გამო არ ვეჭვიანობ, მე ამაზე ახლა არ მინდა არ ვსაუბრობ, მე უბრალოდ ვლაპარაკობ იმის ნაცვლად რომ ვისწავლოთ, მოვაგვაროთ პრობლემები, ჩვენ უფრო მეტად ვისწავლეთ, გადავაადგილდეთ გარემოებების გამო. ან ქალაქიდან ქალაქში, ან ერთი გარემოებიდან მეორე გარემოებაში. არა და ქრისტემ აქ თქვა გასაღები ყველაფრისა. უპირველეს ყოვლისა. ეძებე სათა სამეფო. მე აი დიდი წყურვილი მექნებოდა რომ ყველა გაიგოს თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. არა შეჩვეული, რაღაც რელიგიური ყურთასმენით თუ გაგებით, ოჰო, რა თქმა უნდა ეს მუხლი ვიცით, ზეპირათაც კი მოგიყვებით ამას. თუ რას ნიშნავს უპირველეს ყოვლისა. უპირველეს ყოვლისა ეძებო ღმერთის. ძალიან პრიმიტიულად ვიტყვით ასე, რა თქმა უნდა მე ყოველდილას რომ გამოვდივარ, არავის არ ეწყინოს რასაც ვიტყვი. არავის არ ეწყინოს. რა თქმა უნდა მე ყოველდილას რომ გამოვალ, მე ისე არ გამოვალ სახლიდან რომ არ უთხრა ღმერთო შენინებით მატარე დღეს. უფალო შენინება იყოს ეს დღე. ჩვენ ყველას გვჯერა ლოცვის ზალის, მეგობრებო. მაგრამ ფიქრობთ რომ რადგანაც თქვენ თქვით, ეს საკმარისია იმისთვის რომ ღმერთის ნებით ვივლით იმ დღეს? რადგანაც სურვილი გამოვხატეთ რომ ღმერთო მე მინდა რომ ეს დღე ამ დღეს ყველაფერი შენინებით ვაკეთო. თქვენ გონიათ რომ ეს არის საკმარისი? ჩვენი ძალის ხმევა, ჩვენი მართლაც მუდმივი სიფხიზლე, ყოველწუთიერი, ყოველწამიერი სიფხიზლე თუ არ იქნება, დავდივართ თუ არა ღვთისნებაში, როგორ ფიქრობთ, დილას წარმოთქმული რელიგიური ლოცვა საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთის ნებაში გავატაროთ ყოველი დღე? და უფრო მეტიც მეშვიდე თავი. მე აღარ წავიკითხავ ამ ყველაფერს. ალბათ ის ვინც სახარებასთან შრომობთ, იცით ეს ყველაფერი, იესომ თქვა ასეთ სიტყვები. ვინც მე მეუბნება უფალო, ყველა ვერ შევა სასუფეველში. აი ჩვენ გვჭირდება მეგობრებო, არ ვიკითხოთ წმინდა წერილი, არ ვისწავლოთ წმინდა წერილი რაღაც ამოგლეჯილი კონტექსტებით. ჩვენ გვჭირდება ვისწავლოთ ის მთლიანობაში, სისრულეში. და აი ამ ყველაფერს იესო აგზელებს შემდეგ სწორედ ასეთი სიტყვებით, როცა ის სურათს უხატავს, როცა ცდილობს რომ ადამიანების ფოკუსი გადაიტანოს არა ფრინველებზე, გადაიტანოს არა შროშანებზე, ქრისტეს სურს ჩვენი ფოკუსი ღმერთზე გადაიტანოს. ღმერთზე, არა მხოლოდ იმ ღმერთზე, რომელიც მუდმივად ჩვენი საჭიროებების და გადაწყვეტით არის დაკავებული. გესმით? ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ ეს მოგწონს, ჩვენ ეს გწყურია რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენ საჭიროებებს აგვარებდეს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს კონტექსტი, ეს სწავლება ისევ გავიგოთ, ისევ იგივე ასოციაცია ვქონდეთ. აბარა ის შროშანებზე ზრუნავს, ჩემთვისაც იზრუნებს. აბარა ის ცისფრინველებს ყვებავს, მეც გამომყვებავს. მუდმივად ხშირ შემთხვევაში ადამიანები ორიენტირებული ვართ ჩვენ საკუთარ სარგებელზე, მეგობრებო. ხვდებით რის თქმა მინდა? მაგრამ იესომ თქვა მისი ფოკუსი ჩვენ იესოს არ სურს რომ ჩვენი ფოკუსი მუდმივად როცა გაგვიჭირდება ფრინველს ვეძებდეთ სადმე რომ სურათი დავინახოთ და გავმხნევდეთ
თან ლამაზ ყვავილებთან გავიაროთ სადმე რომ გამხნევდეთ და всё ყველაფერი კარგად არის ღმერთი ამაც ზრუნავს ჩემზედაც იზრუნებს რა თქმა უნდა ეს პოზიტივია რა თქმა უნდა ასეთი აზროვნება კარგია მაგრამ ერთი რაღაცა გვახსოვდეთ ღმერთის სურვილი ქრისტეს სურვილი და წყურვილი ამ შემთხვევაში არის და იყო რომ ადამიანების ფოკუსი ღმერთზე გადაეტანა მან შემთხვევით არ თქვა რომ უპირველეს ყოვლისა ისწავლე ეძებო ღმერთი ეძებო ღმერთი იცით პავლემ თქვა ძალიან ისეთი ძლიერი სიტყვები არ გადავშლი ახლა ამას თუ სწორად ვერ გამოვთქვი მაპატიეთ პავლემ იმართავდა ადამიანებს თავის ერთ-ერთ მისიონერულ მსახურებაში მისიონერულ მოგზაურობაში და ის ეუბნებოდა რომ ეძებნათო ღმერთი რომ ეგრძნოთ იგიო და ეპოვნათო ვინაიდან შორს არ არისო იგი ჩვენგან ჩვენ მასში ვცოცხლობთ და მასში ვიძვრითო დაუკვირდით რას ამბობს პავლე ადამიანებს უნდა ეძებნათო რომ ეგრძნოთ კიდევაც ეგრძნოთ რომ ეპოვათ იმიტომ რომ ის შორს არ არის ჩვენგან ასე რომ მეგობრებო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქრისტემ თქვა ვინც მე მეუბნება უფალო უბრალოდ თუ ვერ შევა სასუფეველში და ესეც ხშირად გვინდა რომ ძალიან პრიმიტიულად გავიგოთ და ყოველთვის გადაგვაქვს აქცენტი ადამიანებზე უბრალოდ ვინც მართლაც ბუკვალურად იძახიან უფალოს ქრისტიანები მოდი გულწრფელები ვიყოთ მოდით როგორ რა ასოციაციას ვინ გვემეტება ხოლმე ამისთვის ვის გულისხმობთ ამ შემთხვევაში მოდი გულწრფელები იყავით ფიქრობთ რომ იცით მე არ მინდა ახლა რაღაც კაუჭი მოვდო ვიღაცას დამნაშავეთ იგზნოს თავი არა ძვირფასო მეგობრებო მაგრამ ხანდახან ძალიან მარტივად უყურებთ იესომ თქვა ყველა ვინც მეუბნება უფალო ვერ შევა სასუფეველში და ჩვენ გვინდა რომ წარმოვიდგინოთ ძალიან პრიმიტიულად ადამიანები უბრალოდ სადღაცა მარტივად რომ პირჯვარს გადაიწარენ ამაცი ალბათ ლაპარაკი უფალოს კი იძახიან მაგრამ არაფერიც არ გაეგებათ მაგრამ ქრისტემ თქვა შევლენ სასუფეველში ისინი ვინც აღასრულებენ ღმერთის ნებას როდის მუდმივობაში მნიშვნელობა არ აქვს რასში გავდივართ ღმერთს უნდა რომ ყოველთვის ვასრულებდეთ მის ნებას ღმერთს უნდა რომ ყოველთვის ფიქრობდეთ პირველ რიგში მისთვის მასედ გესმით მეგობრებო დაუკვირდით არა კვირა დღეს როცა მოაბა და დღეს სხვა პრიორიტეტები მაქვს ორშაბათს რა პრიორიტეტები გვაქვს მე მესმის რომ ბევრს ეს შეიძლება ყურში ცუდად ხდებოდეს მაგრამ გამოსავალი ამაშია ხო გვინდა გამოსავალი ხანდახან ხო ვიღლებით მეგობრებო ხანდახან ხომ ისევ წუწუნებთ ხანდახან ხომ ისევ მოგვაკითხავს კარზე ეს გასაჭირი ეს გაჭირვება მოდი ვიყოთ ადამიანები ვინც რაღაცას სწავლობთ ვინც ამ გაჭირვებით ვინც ამ ცხოვრების მუჯლუგუნებით რაღაცას სწავლობთ რომ არ ვფანტავდეთ იმ ძვირფას დროს რომელიც მოცემული გვაქვს იმიტომ რომ ღმერთი ისეთია როგორც მის სიტყვაში არის წარმოდგენილი ნუ ველოდებით რაღაც სიურპრიზებს რომ ის შეიცვლება რომ გაგვაოცოს იქნებ რაღაც სიურპრიზებით ჩვენ ბანაკში ვართ ბაზალეთზე 2 დღეა და გუშინდილის მსახურებაზე ასეთი სიტყვები ვთქვი რომელსაც მე ყურადღება დიდად არ მივაქციე მე ვთქვი რომ ღმერთს ძალიან ზულს სოდვა და ბანაკში ყავს ბევრი ახალი, ძალიან ბევრი ახალი. და შუადღისას ერთი ახალგაზრდა ადამიანის ნათქვამი მომიტანეს მე და მითხრეს რომ შეაშფოთაო ამ ნათქვამმა. ახალგაზრდა განათლებული ბიჭის ნათქვამმა და გადმომცეს რომ ვერ გაიგო გულწრფელად და თქვაო, რას ამბობს ეს კაცი? როგორ შეიძლება რომ ღმერთს ვინმე ზულდესო? როგორ შეიძლება ამ ღმერთს რამე ზულდესო და თავიდან უცებ აზრი მოვიდა ნეტა რამე ხო არ შემეშალა ასე რომ ვთქვითქო პირველი აზრი რა მოვიდა იცით ნეტა შემიძლია ბიბლიურად ვამტკიცო ბუკვალური გაგებით რომ ღმერთს ცოდვა ზულს გულწრფელად გეუნებით ხალხო პირველი აზრი რაც მომივიდა ნეტა მეც ეკლესიაში ხო არ მოვისმინე ეს ყველაფერი და ვიმეორებ როგორც გაფუჭებული პატეფონი ვამობ რომ ღმერთს ცოდვა ზულს და ვიფიქრე შემიძლია ბიბლიის საფუძველზე ვამტკიცო ეს ყველაფერი და მე გეგმაში მაქვს რომ ამ დღეს ამ ხვალ ამ ადამიანს დაუძახო და ვესაუბრო ამის შესახებ იმიტომ რომ ეს უბრალოდ პროტესტის განცდა კი არ იყო გულწრფელად ვერ გაიგო აი შეწუხებულად დაუთქვას როგორ ღმერთს როგორ შეიძლება ღმერთზე ვთქვათ რომ მას რაღაცა ზულს გესმით მეგობრებო საიდან მოდის ეს აზროვნება ხვდებით ვიღაცა იტყვის ეშმაკისგან ხო რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ არის ახლა ჩვენი მიზანი
ადამიანებს ასე გვირჩევნი, ასე გვიყვარს, რომ ყოველთვის ღმერთი წარმოვადგინოთ თითქოს და მუდმივად ორიენტირებულად ჩვენ სურვილებზე, ჩვენს ოცნებებზე. ღმერთი ისმენს ხოლო ჩვენს ლოცვებს, ხო ასეა? მაგრამ თუ ვინმეს ლოცვები ყურში წაგწდებათ, ნუ დაიწყებთ ახლა 100.000 ცხვის ლოცვებზე მიყურადებას. თქვენს ლოცვებს მოусმინეთ პირველ რიგში. მაგრამ მიხვდებით რაღაცას, დაინახავთ რაღაცას. რა არის ხშირ შემთხვევაში ჩვენი ფოკუსი? ღმერთს უნდა რომ მასედ იყოს ჩვენი ფოკუსი. და მე მინდა ერთი ბიბლიური ძველი აღთქმისეული ისტორია გითხრათ და ამით და ბუნებრივია დავამთავრებ. მე მინდა ნეემიას სიგნიდან. ძალიან ცნობილი ისტორია, რომელსაც უბრალოდ აღარ წავიკითხავ. და თქვენ თუ არ ვიცი ახლა შეიძლება სწორი არ არის რომ სააზრო ამობ რომ თქვენ წაიკითხეთ, მე აღარ წავიკითხა, უბრალოდ ეს მთელი კონტექსტი, ეს არ არის ერთი მუხლი, ეს არ არის ორი მუხლი და ბუნებრივია ვერ შევძლებთ ახლა ამის წაკითხვას. მე უბრალოდ მოკლე ისტორიას გეტყვით და შეგახსენებთ. ნეემია წავიდა რაღაც საქმისთვის. ნეემია ამ საქმეზე არ ფიქრობდა. ნეემია ამ საქმისთვის არ იყო ბაბილონში. ნეემია ამისთვის არ სწავლობდა და არ ვარჯიშობდა. ხო არის ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კარგად დადგენილი გეგმები, შემოწმებული გეგმები და ვიცით და ხშირად ეჭვი არ გვეპარება რომ ღმერთისგან გვაქვს ეს გეგმები. მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც გარკვეული შიში მაინც შემორჩა, ნეტა რაც მინდა, ღმერთს სურს, ნეტა რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ღვთისნება არის. არის აქ ასეთი ადამიანები, ნუ გწვენია, თუ იცით, იმიტომ რომ გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია ღვთის წინაშე. როცა რაღაცას მიღბავთ, როცა რაღაცას ფუთავთ, როცა რაღაცა სულიერობანას თამაშობთ, როცა მაშინ ფარისევლებს ვგავართ ჩვენ, გესმით მეგობრებო? რომ ღმერთის სინამდვილეში იმას ხედავს, რაც შიგნია. ამიტომ ნორმალურია ეს სიფთხილე, ეს შიში თუნდაც, რომ შენ თავს ამოწმებდე, რევიზიას უტარებდე, ნეტა რაც მინდა, ნეტა რაც გეგმები მაქვს, ახლო გეგმები თუ შორეული გეგმები, ღვთისნებასთან არის თანხმობაში. შეიძლება კარგი საქმით ხარ დაკავებული. შეიძლება შენ თავს ამაზე ელაპარაკები, რომ გადასარევი საქმეა, სახურებაში და წვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნეემიას ეს გეგმები არ ქონია. იმიტომ კი არა რომ არ უნდოდა. იმიტომ რომ გარემოებამ წაიყვანა სადღაც. არავის არ უკითხავს მისთვის. არავის არ უთქვავს მისთვის, ურჩევნოდა თუ არ ურჩევნოდა, უნდოდა თუ არ უნდებოდა, მაგრამ მოცემულობაში აღმოჩნდა რაღაც სიტუაციაში და ამ დროს ღმერთი დაელაპარაკა მის გულს. გეხვეწებით მეგობრებო, გადმოიტანეთ ეს თქვენ ცხოვრებაში. ნუ აღიქვავთ ამას რაღაც ისტორიას ბუნდოვანს, რომელიც ადრე იყო 1000 წლების უკან და ჩვენთან მას თითქოს და არაფერი საერთო არ აქვს. ღმერთი დაელაპარაკა ნეემიას. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ და ვაღიარებთ ამ სიტყვას, რომ უფალი გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა, მაგრამ იცით როდის ვიმეორებთ? ჩვენთვის რომ პოზიტივი მოიტანოს. ჩვენ რო გვჭირდება. ჩვენ გვინდა რომ ბუნებრივია რომ ღმერთი იყოს კეთილგანწყობილი და ვაღიარებთ რომ ღმერთი გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა, ის არ იცვლება, ის იგივეა. და მიდის ნეემია. ვინც ეს წიგნი იცით? განამან იცის სად მიდის, განა იცის რა სიტუაცია დახვდება, ან განა ის იცის რომ ზუსტად დეტალური გეგმა აქვს იქ რა უნდა გააკეთოს, ბიბლია ამბობს რომ არა. ჩადის, ათვალიერებს, მერე თანამზრახველებს პოულობს, იწყებს და რა კარგია რა, იწყებს, მაგრამ ზუსტად ის ხდება, რასაც ყველა უნდა ელოდებოდეს. იცით რამდენჯერ ყოფილი ვართ გულგატეხილი, რამდენი გინახავთ გულგატეხილი, მე რამდენი მინახავს გულგატეხილი, რაღაცა ისი არ წავიდა. ზეცა ჩამოიმხო. რამდენიმე კვირის უკან ჩვენმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ფილმები ეჩვენებინათ სოფლებში. მოვიდნენ აჟიტირებულები, მწყემსო გზის ფულს ხო მოგცევ, ხო რაღაც აი მანქანაში რომ ჩავასხათ, აბა რას ვიზავ მე უთხარი. მიდი თქვენ კარგი საქმეა აკეთეთ. წავიდნენ და მოვიდნენ საღამოს ყურებ ჩამოყრილნი და თქვენს, იცი არავინ არ მოვიდა. არ ღირს ალბათ ამის გაკეთება თქვენს. ალბათ რაღაცაში მოუტყუდით. მე ალბათ გახსოვთ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით დაბეჭდილის ბუკლეტები, რომელიც ალბათ თქვენც არიგებდით. წაიღეს ერთხელ ენთუზიაზმით, კარგუბანში მოხვდნენ და გამოართვეს. მეორედ მოხვდნენ ცოტა ისეთ კრიმინალურ საზოგადოებაში და მოვიდნენ როგორც დაფუშული ბურთები ისევ. და თქვენს ეს მეთოდოლოგია, ეს ალბათ გადასახედია ასე ღირს თუ არა. მე იცით როგორი გზები მოიფიქრეს? უკონტაქტო. ხო გაიგონიათ ყველაფერი უკონტაქტო, ახლა პატრულის დაგვემატა უკონტაქტო, სული კითაკეთ ვიყურებით, ძღოლები. რა არის უკონტაქტო? თქვენს მანქანები ხო დგას. სადაც ძღოლი არ იქნება, მივიდეთ და საქარემინაში ჩაუდოთ. რა სიტყვით, ცუდია, ძალიან კარგი მეთოდია.
არც არავინ გამოგეკიდება, არც არავინ არ გაგლანძღავს, არც არავინ შეურაცხყოფას არ მოგაყენებს. ხშირად ესე ვფიქრობთ, აი სწორედ ახალგაზრდული მომენტია, მეგობრებო, რომ ის რაც ღმერთისგან არის, სულ მდინარესავით უნდა წავიდეს კეთილად. და თუ სადმე წინააღმდეგობა მოვა, თუ ოჯახში წინააღმდეგობა გაჩნდება, თუ ბიზნესში წინააღმდეგობა გაჩნდება, თუ მსახურებაში წინააღმდეგობა გაჩნდება, ვაიმე ალბათ ღმერთისგან არ არის ეს ყველაფერი და ამიტომ ნიშნულობა არ აქვს მეგობრებო, რას გავდივართ. კიდე გიმეორებთ. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ცათა სამეფო. სასუფეველი ცათა და ნახეთ, შეხვდა უამრავი პრობლემები ნეემიას. ჩვენ მარტივად ვკითხულობთ ხოლმე ნეემიამ ილოცა, ჩვენც ვილოცებთ და გადაიჭრება. მე მინდა ეს დეტალები კარგად დაიმახსოვროთ. კარგად დაიმახსოვროთ. საქმე მივიდა ჩაშლამდე. საქმე იშლება და ჩაშლის პრაქტიკა აქვთ. ზერუბაბელმა სადა ჩაიშალა. მანამდე იყო მცდელობები ტაძრის აღდგენის, მაგრამ ჩაიშალა. ბოლომდის ვერ მივიდა. მტერი გააფთრებულია და ყველა ვერ ხედავდა მაშინ მტრის წინააღმდეგობას. მაგრამ ნეემია ღვთისკაცი ხედავს მაშინ მტრის წინააღმდეგობას. მისი პასუხებია გასაოცარი. როცა სიკვდილით ემუქრებიან, ეუბნება, ჩემნაირ კაცს როგორ უნდა შეეშინდეს სიკვდილით? რატომ უხორცუა? რატომ ის სხვანაირად მოკვდება, არ ეტკინება? ან სიცოცხლე არ უნდა, ხელი აქვს ჩაქნეული? ის ღმერთს თელს იმედებს, მეგობრებო. მან იცის ვინ გამოაგზავნა. და ის ამ პრობლემებზე სწავლობს. ის იმ პრობლემებზე როგორც ის ვირი, რომელიც ორმოში ჩაიყვანა პატრონმა და დამარხვა მოუნდომა, განაამვირ სტრატეგია ქონდა. ალბათ მოგისმენიათ ეს ისტორია, ხო, როცა ბებერი ვირი, თუ სახედა არ ვიცი რა იყო, თუ ცხენი იყო, როცა პატრონმა თქვა, რომ სად წავიყვანო დიდ ორმოს გავთხე და დაუმარხა, აბა რა უყო და ჩაიყვანა ამ ორმოში მორჩილად და მან არ იცის, ის ვირია და იმიტომ არ იცის. რას უპირებს პატრონი, მან საიდან უნდა იცოდეს? მას არ აქვს ამხელა ინტელექტი, მაგრამ როცა ზურგზე მიწის ბელტები და მიწის ეს მასა მოხდა, ვაი, შეწუხდა, ეს რა არის? რაღაცის გაცნობიერება დაიწყო და დაიწყო ამ ყველაფრის ჩამოფერთხვა და ტკეპნა და ვიცით ეს ისტორია როგორ მთავრდება, რომ ამოვიდა ორმოდან. მეგობრებო, გაჩნდა ძალიან დიდი პრობლემა, ერთზე გავამახვილებ მხოლოდ ყურადღებას. შიგნით დაიწყო ხალხის ტვინვა და უკმაყოფილება და იცით მიზეზი რა არის, ალბათ გახსოვს. ეს ხალხი ვალებში იხჩობა. ეს ხალხი იცით თან როგორ ვალებში იხჩობა, იცით მოძმეს ასესხა, თან ვახშით და შვილებს ართმევენ მონობაში. აი რამ კაცრი სიტუაცია არის, დაუკვირდით. მე მინდა ვიმუშაო ღვთის საქმეში. მე მინდა რაღაცა ვაკეთო კარგი, მაგრამ ჩემმა ძმამ მასესხა ფული ვახშით. და რომ ვერ გადაუხადე, ნახლა შეიძლება თქვენ ეს ჩვენთვის უცხოა, მაგრამ ცოტა გავიაზროთ იქ რა ხდება. რომ ვერ გადაუხადე, შვილი წამართვა, ცოლი წამართვა. ამ დროს ღვთისკაცი დგას და იძახის. ყურადღება აქეთ. და იცით ნეემიას დევიზი ეს ჩემი მე ვიტყვი ასე, მე დავიბრალი, არანაირი დევიზით ის იქ არ ჩასულა ფურცლით ასე ტრანსპარანტით ხელში, მაგრამ მე მიყვარს ამის თქმა, ნეემიას დევიზია. თავარია ღმერთის ნება შესრულდეს. დაახლოებით ნეემიას ებასუხებს. თავარია ღმერთის ნება შესრულდეს. თავარია ყურადღება ღმერთისკენ. თავარია ფოკუსი ღმერთისკენ, ნეემია იძახის. ამიტომ ის მერე მოქმედებს ამაში და უძახებს ვიღაცებს. არაორდინალურია, სადმე გინახავთ მეგობრებო? მან ისესხა, თანახმა იყო რომ ესხულობდა, ხელი მოაწერა თამასუქს და ეს ყველაფერი კანონიერია. ვიღაცამ გაასესხა. მაგრამ ნეემია ეძახის თავრებს და მდიდრებს ეუნება. მე მინდა ერთი რაღაცა შემოგთავაზოთ, კარგი ხელშეკრულება. ისინი უსმენენ, გისმენთ? თქვენ ახლა ყველავალი უნდა აპატიოთ მათ? წარმოგიდგენიათ მევახშის მენტალობა, მაგრამ რაღაცა გამოდის. ნეემია ამ ბრძოლებში რაღაცას ადნობს, გამოხავს რაღაცა. და მთელი ყურადღება ყოველთვის ცდილობს რომ გადაიტანოს ღმერთისკენ. ადამიანებს პირველი იმედები ესახებათ, კმაყოფილები შთებიან, მოეხსნათ ტვირთი რაღაც და აგრძელებენ შრომას, ურთულეს შრომას. ახლა მტერმა წამოყო თავი. თქვა მოვალთ და დაგხოცავთ. და ნეემია რას აკეთებს? დაიშალეთ, დაიმალეთ. არ დაიხოცოთ. არა, ნეემია ამბობს. ერთხელში ბეტონის ვედრა, მეორეში იარაღი. ასეთი დესპოტი ლიდერები და მე პირიქით გეტყვით მეგობრებო, დღეს ღმერთის ხალხს სჭირდება ასეთი ლიდერები. მე არ გულისხმობ სახრეს ხელში ან რაღაცას, მე ვგულისხმობ ადამიანებს, რომელსაც თვითონ არ ეშინიათ.
ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ჭეშმარიტება ილაპარაკონ, ადამიანები, რომლებიც არ ეშინიათ ხალხს წარუძღვენ ღმერთისკენ. დღეს ჭირდებათ ღმერთის ხალხს ასეთი ლიდერები, ასეთი შემგონებლები, ასეთი მასწავლებლები, მაგალითის მიმცემნი. და ნეემიეუნება, აქ ვიდგებით. და როგორი ვაშკაცური სიტყვა არის, არ ეუბნება მეგობრებო, ღმერთი მოვა, აუცილებლად დაგვეხმარება, როგორც შედრაქი, მეშაკი და ყაბედნეგო, ისინი ამბობენ, მოვკვდებით იდეისთვის, ვიქნებით, მივეცემით სიკვდილს. თუ ღმერთი ვერ მოვა, თუ ღმერთი არ დაგვეხმარება, ნეემიეუნება, იბრძოლეთ თქვენი ოჯახებისთვის, იბრძოლეთ თქვენი შვილებისთვის, იბრძოლეთ თქვენი ცოლებისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქალაქისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. და ეს ხალხი დაძაბუნებული დგება და იბრძვის მეგობრებო. აი ეს არის მთავარი ფოკუსი, რაც მე აქ თქვი, თვითონ ქრისტეს უნდა ჩვენი ფოკუსი ღმერთი იყოს. ჩვენი ლოზუნგიც ასე იყოს, რომ მთავარია ღმერთის ნება შესრულდეს. რომ ჩემ თავს უთხრა ყოველ დღე, რომ მთავარია ღმერთის ნება შესრულდეს. მთავარია ღმერთის ნება აღსრულდეს. რომ აღსრულდეს, უნდა ვიცოდეთ. ამიტომ მაგას უნდა დავამატოთ, მთავარია ვიცოდე და მთავარია აღვასრულო. დაიმახსოვრეთ ძალიან გთხოვ ჩემო მეგობრებო ეს. რომ მე ხშირ შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებით მსახურები ვისმენთ მუდმივ ბევრ პრობლემებს, ყველა პრობლემა თითქმის ერთმანეთს გავს. ხანდახან ინტუიციაც კი ყვარნახობს, ალბათ იქ რაღაცა მოხდება, იმას რაღაცა შეემთხვევა და იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვიცით, მაგრამ როცა ერთი და იგივე ადამიანები ერთ ბილიკებს თელავენ. ხვდებით, ერთ ბილიკებს თელავენ. ვიღაცამ გაიარა ამ ბილიკზე, ასებმა, ათასებმა გაიარეს, უკვე ვიცით რა არის ამ ბილიკის ბოლოს. რომ ღმერთის ასეთი რწმენა კი აღარ გვაქვს, რომ ღმერთი სიურპრიზებს მოაწყობს რაღაცას, თავის ხასიათის ცვლილებას გვაჩვენებს. ჩვენ ხო ვლოცულობთ და ვფიქრობთ, რომ შეიცვალოს ვიღაცის ხასიათი. ასე ველოდოთ? ნუ იქნებ კი მიდის არასწორი გზით, მაგრამ იქნებ ღმერთმა რაღაცა სხვა ხასიათი გამოავლინოს. იქნებ ღმერთმა სხვა რაღაცა მოიმოქმედოს და გააკეთოს. აქედან გამომდინარე ვიძახი, მიდიან ადამიანები ერთი და იგივე ბილიკებზე. თელავენ ერთი და იგივე ბილიკებს და ხშირად სწორედ ინტუიციით გამოცდილებით ვამბობთ, რომ ამ გზის ბოლო არ არის კარგი. ამ გზის ბოლოში სიცოცხლე არ არის. ამ გზის ბოლოში სიკეთე არ არის, ჩემო მეგობრებო. და ბოლოს გარკვეული რეზიუმე მინდა, გარკვეული შეფასება მინდა ამ ყველაფრისა გავაკეთო. ერთი ის, რომ ეს ფოკუსირება ღვთისნებაზე ყოველ დღე, ჩემო მეგობრებო, ეს მარტივი არ არის. ვისაც ასე გიცხოვრიათ, ვინც ასე ცხოვრობთ, მიხვდებით, რომ ეს ადვილი არ გახლავთ. ეს ადვილი არ გახლავთ. ეს სწორედ ამას გულისხმობს წერილი, როცა ამბობს, რომ ვიწრო გზით მავალნი შევლენ სასუფეველში. ჩვენ ჩვენებურად ვთარგმნით ხოლმე ამას, თუ ჩვენ რაღაცა პრობლემები გვაქვს, ბევრი მათგანი საკუთარი არასწორი ნაბიჯებით შეიძლება და რადგანაც ვიწრო გზაზე ასე ვგონია, რომ ეს არის ვიწრო გზა. მოდი ყველამ გადავამოწმოთ გულწრფელად, რა არის ვიწრო გზა? საკუთარ თავს კითხოთ, ვრჩებით ღვთისნებაში. ვეძებთ ყოველთვის ღმერთის სამეფოს. მისი სამეფოს პრინციპებს, მის მართლობას. ყველაფერს თავის სახელი უნდა ერქვას. ყველაფერს თავის სახელი უნდა ერქვას. ერთხელ იესომ სამკალი აჩვენა მოწაფეებს ლუკას სახარების მე-10 თავში არის. და ასეთი სიტყვები უთხრა. სამკალი არის ძალიან ბევრი. მომკელი ცოტა. ამიტომ ევედრეთო სამკლის უფალს რომ გამოაგზავნოს მომკელი თავის ყანაში. და ძალიან ბევრი ადამიანი ლოცულობს ამისთვის, მე მჯერა. ჩვენ ვამბობთ უფალო, გამოაგზავნე მომკელი თავის ყანაში. მაგრამ შემდეგი მუხლიცით როგორ იწყება? ამიტომ წადით. გზავნით როგორც ცხვრებს გლებს შორის. იესოს არ უთქვავს, რომ თქვენ მუდმივად ასე ილაპარაკეთ, უფალო გამოაგზავნე ვიღაცა, უფალო დაავალე ვიღაცას, უთხარე ვიღაცას. ის აჩვენებს ღმერთის საჭიროებას, ის აჩვენებს ღმერთის საქმეს და შემდეგ ეუბნება, მე მინდა რომ თქვენ წახვიდეთ. მე მინდა რომ თქვენ აღასრულოთ. მე მინდა რომ თქვენ იყოთ ეს ხალხი და კიდევ ერთი მომენტი, როცა იქიდან ისინი დაბრუნდნენ შემდეგში, დავალები და როცა ისინი სიხარულით უყვებიან, იქ საოცარი მომენტები არის, ისინი უყვებიან უფალო, ეშმაკები გვემორჩილებოდა, როცა შენი სახელით დავდიოდით და იესო ასეთ სიტყვებს ეუბნება, ვიხილე სატანა, ელვასავიციდან გადმოვარდნილი. იცით, ბევრი ინტერპრეტაცია მომისმენია ამის შესახებ, მეგობრებო. მაგრამ მოდი ჩვენ კონტექსტი ავირჩიოთ, მოდი ჩვენ ბიბლიას მოусმინოთ და არა ბევრ ინტერპრეტაციებს. იესო აი ამ სიტყვების მერე ეუბნება, ვიხილე ეშმაკი
გადმოვარდნილი ციდან, რამ გადმოვაგდო ეშმაკი ციდან? თუ იმ წუთში გადმოვარდა. იცით, როცა ჩვენ ჩემო მეგობრებო, როცა ჩვენ ღმერთის ნებაში მოქმედებთ, ეს არის ის, რაც ამარცხებს მტერს. ეს არის ის, რაც მას აგდებს პოზიციებიდან. ხვდებით? იესომ ამით ეს უთხრა, ის ვარდება პოზიციებიდან, როცა თქვენ აკეთებთ იმას, რაცაც მე გეუბნებით. როცა თქვენ აღასრულებთ ჩემს ნებას, ის პოზიციებს თბობს, ის პოზიციებიდან ვარდება. როცა არ ვასრულებთ მის ნებას, როცა არ მოქმედებთ მის ნებაში, ის პოზიციებს იმყარებს. ის იმყარებს პოზიციებს. ამ დროს ჩვენ რამდენიც გინდა ვიძახოთ, ბებერო გველო გიჭეჭყავ თავს იესო ქრისტეს სახელით. ის თავის პოზიციაზე რჩება, ის თავის პოზიციებს იძლიერებს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ეს ჩვენ გვეხება. მან თქვა, რომ ეს არის სამკალი, ეს არის საშრომი, ეს არის ის ველი, სადაც მას ჩვენ ჭირდებით, ყველა ჩვენთაგანი მეგობრებო, არ გადაიტანოთ ყურადღება ახლა სადღაც წასვლაზე, გინდა თუ არა ბუკვალურად, მაგრამ მისი ნების ასრულება ეს უკვე ჩვენი მისია არის. როცა მის ნებაში მოქმედებთ ყოველ დღე, გჯეროდეთ ერთი რაღაცა, ეს ჩვენი მისია არის. ამას ხალხის გადარჩენა აუცილებლად მოყვება. გიმეორებთ, როცა ჩვენ მოქმედებთ ღმერთის ნებაში, მე ჩემთვის გაცხადებულ ღმერთის ნებაში, შენთვის გაცხადებულ ღვთის ნებაში, ამით ჩვენი მისია სრულდება და ამას პროდუქტი აუცილებლად მოყვებიან დახსნილი ადამიანები. გესმით? აუცილებლად იქნებიან, იმიტომ რომ ვიღაცა იმარილებს, ვიღაცა გაანათებს, ვიღაცა გადაიხდის, ვიღაცა აკურთხებს და ამ ყველაფერს მოყვება ბუნებრივია შედეგი დახსნილი ადამიანები. ღმერთი არაფერს არ გვატყუებს. ხშირად ადამიანები გვატყუებენ, ხშირად ადამიანები ცრუ იმედებს გვაძლევენ. როგორ ვცდილობთ ხოლმე ჩვენს რომ სადღაცა პოზიტივი შევიტანოთ, როგორ ვცდილობთ ვიღაცას, როგორ რაღაც იმედი მივცეთ და ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩენთ ხოლმე რომ არაფერი არ არის, ერთი უბრალოდ სიტყვა არის და მეტი არაფერი. როცა ვეუნებით, გამაგრდი, ღმერთი ყოვლის შემძლეა, განა არ უნდა ვილაპარაკოთ ასე? უნდა ვილაპარაკოთ ასე. მაგრამ ხანდახან მიფიქრია, რა არის ეს სიტყვა, მე არაფერი არ მიჯდება. არაფერი არ არის, შენ შემთხვევაში ერთი უბრალოდ ცარიელი სიტყვა არის, მეტი არაფერი. ღმერთი ასეთი არ არის, მეგობრებო, მას ხელეწიფება. მას გამოუდის, მას უნდა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ნუ შევცვლით ამ ყველაფერს, მან თქვა, უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ სათასამეფო და ბოლო წინადადებები რომ მოდი ახლა ისევ გავიხსენოთ ნეემიას მაშინ ასე უნდა დაეწყო. მე ჯერ თქვენს პრობლემებს მოვაგვარებ. მე გადაგიწყვიტავთ ყველა პრობლემას. მე ხელწერილები მაქვს. იმპერატორი დაგვეხმარება. ყველაფერს გავაკეთებთ და მერე წამოხვალ ჩემთან ერთად სამუშაოდ. მერე მომეხმარებით ეს ხალხიც მარტივად ეტყოდა. თუ ყველაფერი გადაიჭრება, თუ ყველაფერი მოგვარდება, მერე ვნახოთ, დროც გვექნება, საზრუნავიც არ გვექნება. მაგრამ ნეემია ჩავიდა ზუსტად იგივე დევიზით. რასაც შემდეგში რა თქმა უნდა იესო ასწავლიდა, რომ პირველ რიგში ღმერთის ნება უნდა შესრულდეს. უპირველეს ყოვლისა ღმერთის სურვილი უნდა შესრულდეს. ჩემო მეგობრებო, ვისაც პრობლემები გაგაჩნიათ, ისეთი, რომელიც უკვე გახჩობს, რომელიც უკვე დროში გრძელდება და არ გვარდება, რომელიც უკვე გასაქანს არ გაძლევს, კეთილის კეთება რომ გინდა და რომ გეტმასნება და არ გაძლევს საშუალებას კარგი აკეთო, არ გაძლევს იმის საშუალებას რომ სიკეთი აკეთო, სწორი აკეთო, ის რაც გონებით იცი, როგორც პავლე ამბობდა, ეს ბრძოლა მხოლოდ პავლეს ბრძოლა არ იყო, ამ ბრძოლას ჩვენ ხშირად გავდივართ. სადღაცა წერტილი უნდა დაისვას, მეგობრებო. სადღაცა რაღაცა ისტორია უნდა დამთავრდეს, რომ ახალი ისტორია დაიწყოს. გესმით, სადღაცა წერტილი, ჩვენ როგორ წერთ, უწერტილოთ მძიმის გარეშე, თუ წერტილი არ დაისვა, ახალი წინადადება არ იწყება, ასე არ არის. წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ ნაწარმოებები, წარმოვიდგინოთ წერტილების გარეშე. ვერაფერს ვერ გავიგებთ, სად იწყება, სად მთავრდება. რაღაც ისტორია უნდა დამთავრდეს, რომ ახალი დაიწყოს. რაღაც მოვლენა უნდა დამთავრდეს, რომ ახალი დაიწყოს. ამიტომ გეხვეწებით მიიღეთ ეს გამოწვევა. ნუ მოიხსნი ახლა პასუხისმგებლობას. მე ყველაფერი ვცადე, მე ყველაფერი გავაკეთე, არაფერი არ გამომივიდა, მინდა შეგეკამათო. ეს ასე არ არის, მეგობარო. ნურც იმას ნუ გაივლებ გულში, შენ რა იცი ახლა, შენთვის ადვილია, აქედან ილაპარაკო და იორატორო. მე არაფერ შუაში არა ვარ, მეგობრებო. მე არ შემიძლია არაფერი გიმტკიცოთ. მე არაფერი არ შემიძლია. ის ვინც ამტკიცებს, მოდი იმას მივანდოთ ეს ყველაფერი.
გესმით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვცადოთ, კიდევ ერთხელ როგორც ნეემიას სულის ადამიანებმა ვთქვათ, არ გავჩერდებით, მოსულ პრობლემებს გაუმკლავდებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უკანასკამიდან წინასკამზე გადმოვიტან ღმერთის ნებას, უკანა რიგებიდან წინ გადმოვწევ, დღითი დღე ვივარჯიშებ, ვიბრძოლებ, რომ წინ გადმოვიდეს ღმერთის პრიორიტეტები ჩემს ცხოვრებაში. თუ ის ისევ ჩაჩოჩებული იქნება, თუ ის ისევ გაჩოჩებული იქნება ბოლოსკენ, ტყუილად შევტირივართ ხშირ შემთხვევაში მეგობრებო. იცით რატომ ვამბობ ამას? არა იმიტომ რომ ვიღაცას გული გაუტეხო, იმიტომ რომ მეტი გულგატეხილები აღარ იყვნენ. პარადოქსია გულგატეხილების ეკლესია. პარადოქსია გულგატეხილები გულგანკურნებულებს ვერ წარმოქმნიან. გულგატეხილებს წარმოქმნიან. ის პატარა გადაძახილი გადმოძახილები ეკლესიაში. ეს ყველაფერი შესამჩნევია მეგობრებო. მნიშვნელობა არ აქვს. საგარეოთ როგორ ვლაპარაკობთ და საშინაოთ როგორ ვლაპარაკობთ. მთავარია რომ ღმერთი ხედავს ამ ყველაფერს. ჩვენ გვინდა რომ ადამიანები როგორ გითხრათ სხვანაირები გახდნენ. ისინი ისეთები ხდებიან როგორც გვიყურებენ, როგორც ხედავენ. და ბევრს უნდა რომ არა მე ნუ მიმიღებ მაგალითად. მე გაჩვენებ შენ ვის უნდა მიბაძო. წამოდი ჩემს პასტორს გაგაცნობ, იმაზე გააკეთე სწორება და ნუ გონიათ რომ ეს კარგი არის. ნუ გონიათ რომ ეს კარგი არის მეგობრებო. იყო დრო როცა ეს მე პირადად სიამოვნებდა, ვიღაცა მირეკავდა, მეუნეოდა ხუცესო, ხვალ სტუმარი მომყავს და ხო იქნები. აბა რა ვიქნები? შენ უნდა დაგალაპარაკო. ეხლა ისე არ თქვათ რომ ნუ გაიგებთ ისე რომ არ გააკეთოთ ეს არასდროს, თუ საჭიროა დაალაპარაკეთ, თუ საჭიროა მიიყვანეთ, თუ საჭიროა უთხარით, მაგრამ ნუ ირიდებთ ამ პასუხისმგებლობას ხშირ შემთხვევაში მეგობრებო, რომ თქვენ თვითონ წახვიდეთ როგორც იესომ თქვა, თქვენ თვითონ აიღოთ ეს პასუხისმგებლობა. თქვენ თვითონ მოწაფეებს რომ მარტო სურათი დაენახა, აჰა, სამკალი და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ უნდა ილოცოთ რომ გამოვაგზავნოს ღმერთმა ვიღაც მუშაკნი. გასაგებია მორჩა, მაგრამ ისო მოთქვა თქვენ წადით და მე გაგზავნით როგორც ცხრებს გლებს შორის. გამოსავალი ნამდვილად არის. და იცით, სანამ ვილოცებთ. რამდენი ტკივილი მაქვს იცით მიღებული სწორედ ამის გამო, რასაც ახლა გიყვებით. რომელიც საკუთარი ცოლისთვისაც არ მithქვავს. რამდენი გულგატეხილობა, რამდენი იმედგაცრუება, რამდენი უპასუხო ლოცვები. და ღმერთს არ ვადანაშაულებ მეგობრებო. იმიტომ კი არა რომ არ შეიძლება. დღეს გულწრფელად ღმერთს აღარ ვადანაშაულებ. და არც ისე რომ მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. უბრალოდ რაღაცები მინდა ვისწავლო. რაღაცები მინდა გავითვალისწინო. მინდა რომ სინამდვილეში შევძლო სიტყვის მიხედვით ვიცხოვრო. სინამდვილეში მინდა გამოვცადო. ჩვენი ისტორიები გვჭირდება, გესმით ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი ისტორიები გვჭირდება. ჩვენ ყვებით ხოლმე სადღაც ფილიპინებში, ბრაზილიაში იმას ის უთქვია, იმას ის გაუკეთებია, იმას მკვდარი გაუცოცხლებია. ჩვენი ისტორიები გვჭირდება. ჩვენი პრეცედენტები გვჭირდება, ჩვენი პრეცედენტები. ეს სიგნი პრეცედენტების სიგნია. მეტი კი არაფერი არ არის, სულ პრეცედენტებია. სულ. რა არის პრობლემა, როგორ მოქმედებს ღმერთი, რა არის შემოტევა, როგორ ჭრის მას ღმერთი. ეს არის პრეცედენტების სიგნი და ჩვენ გვჭირდება ახალი პრეცედენტები, 21 საუკუნის პრეცედენტები, ჩვენი ისტორიები, რომელსაც მოუყვებით მეგობრებო. და ადამიანები ზუსტად ისე მოგვისმენენ, როგორც იესოს უსმენდნენ 2000 წლის უკან. დიდება უფალს. ასე რომ მთელი ფოკუსი შევეცადოთ კიდევ ერთხელ ღვთის ნებაზე გადავიტანოთ. ის რაც გაცხადებულია შენთვის, ის რაც უკვე მოვიდა შენთან სინათლე ღმერთისა. გადაიტანე მასე მთელი ფოკუსი. კარგად დააკვირდი. მოდის ის პრიორიტეტები წინ მოჩოჩავს. გადმოდის ის წინ არა მხოლოდ შენი რელიგიური შეფასებით. აბა რა ღმერთი პირველია დღეს აქ 90% იტყვის. უპირობოდ მჯერ ამისა რომ იტყვის რომ ნომერ პირველი ჩემს ცხოვრებაში რა თქმა უნდა ღმერთია. იტყვის ნაჩქარევად. იტყვის ნაჩქარევად რელიგიურად. აბა რა ჩემს ცხოვრებაში ნომერ პირველი ღმერთია. შევეკამათები ვიღაცას თავს შევაკლავ. აბა რა ღმერთია ჩემთვის ყველაფერი. ის პირველია ჩემს ცხოვრებაში. ნეტავ მართლა ასე იყოს. მე ერთის მჯერა. ის რომ პირველი იყოს ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში. მაშინ ყველაფერი ცოტა სხვანაირად იქნებოდა მინიმუმ. ცოტა სხვანაირად ჩვენ აღარ შევთხზავდით ყალბილ ისტორიებს. ეშმაკის ძლევამოსილებაზე, ცხოვრების სირთულეზე, ომზე და ბრძოლაზე აღარ შევქმნიდით, აღარ შევთხზავდით ახალ ისტორიებს.
ჩვენ დავწერდით ნეემიას მსგავს ისტორიებს. და ეს ისტორია იცით როგორი ორი სიტყვით. მნიშვნელობა არ აქვს რა არის. მნიშვნელობა არ აქვს რა მოდის. მნიშვნელობა არ აქვს ტობიარას მოიფიქრებს. მნიშვნელობა არ აქვს ვიღაც გაფუჭებული კაცის თავში რა აზრი მოვა. ბოლო სიტყვას ღმერთი იტყვის. ბოლო წერტილს ღმერთი დასვავს. ეს არის თავარი ჩემო მეგობრებო. მოდი ვილოცოთ, არ ვიცი, აი გულგატეხილ ადამიანებს მინდა განსაკუთრებით უთხრა, თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ სადეთ. კიდევ ერთხელ სხვანაირად სადეთ. ძალიან დიდი მაპატიეთ ამ სიტყვის გამოთქმაზე უბორკა ჩაატარეთ. ქალბატონებს უფრო უკეთ გესმით ეს ყველაფერი, საფუძვლიანი. არა რელიგიური. არა რელიგიური უფალო თუ რაღაცა უფალო. აიღეს სინათლე. თორე პრობლემა შეიძლება ერთია, დიდი. შეიძლება ხუთია, მაგრამ იქ რაღაც ლიდერი პრობლემა არის, ხო ხვდებით? ჯერ ლიდერს უნდა გაუმკლავდე. ჯერ გოლიათი უნდა მოკლა. გოლიათი უნდა მოკლა. ზოგი პატარა არის, მაგრამ პატარასაც უნდა გაუსწორდე, იმიტომ რომ პატარა გაიზდება, თუ ყურადღებას არ მიაქცევ. ამიტომ მიხედეთ ამ ყველაფერს, ის ერთი ან ორია. ნუ გეგონება რომ 100-ია, იმიტომ რომ ერთი მეორეს წარმოშობს და ერთი ფუძიდან მოდის, ერთი ფესვიდან მოდის. ერთმა ფეხის გადაბრუნებამ წარმოშვა. სადღაცა კურსის პატარა ცვლილებამ წარმოშვა. პატარა მილიმეტრებიანმა ცვლილებამ წარმოშვა კურსში, შენ რომ კურსი გაქვს, შენ რომ ღმერთმა კურსი განგისაზღვრა, ერთმა პატარამ ეს არის ღმერთი ირწმუნეთ. ასეთია ღმერთი და არა პოსტმოდერნისტული, მეგობრებო. ყველა გზა მასთან მიდის. ის ზის იქ და ის მას ყველაფერი ესმის და ისმე გამიგებს. ეს არ არის ბიბლიური ღმერთი. ეს არ არის სოცხალი ღმერთი. ეს არ არის ხოვლის შემომქმედი ღმერთი. იობის ერთი მუხლი ამბობს იობის წიგნში, საოცარი მუხლი არის, საოცარი. მიდიოდა თევზებს კითხეო და გეტყვიანო. მიწას დაელაპარაკე და გიპასუხებსო. ცხოველებს კითხე და ისინი გასწავლიან რომ ყველაფერი ეს ღმერთის ხელშიაო და ღმერთმა შექმნაო და შენ ვერ გაგიგია მხოლოდ ადამიანო. და ესევე ერემია ამბობს თქვენ გაუკუღმართეთო თორემ მთელი სამყარო ამას ხვდება, მთელმა სამყარომ გაიგო და ადამიანმა ვერ გაიგო. ადამიანმა გაუკუღმართ ეს ყველაფერი. არ არის ეს ბიბლიური ღმერთი, აბა რა, ის მაინც სიუპრის მოგვიმზადებს. მოდი, ავანთოთ ამის სინათლე, ჩავრთოთ ეს სინათლე, მეგობრებო. არა ეხლა იმით რომ თქვენ აიღოთ და ერთი წელი მოანდომოთ ამის საკითხვას, მიბრძანდით ლიდერებთან. მიდი დაუთხარით, მოდი თუ აქამდე ვერ გისმენდი, მოდი მომეცი ახლა ინსტრუქცია და მე პირობას გიდებ შე როგორც ნეემიასთან მოქმედებდნენ ადამიანები. ნეემიამ ხელწერილით ფიცით განამტკიცა რაღაც. ეს უცხოა თითქოს და ქრისტიანი ხალხისთვის დღეს. მე თქვენ ფიცისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ ცნებაც ამას ლაპარაკობ და არა მხოლოდ ახალ აღთქმაში რომ არაფერი დაიფიცო. და იცით ამ ხალხმა აჟიტირებულმა ღვთის სიტყვისგან და აჟიტირებული არასწორი ნათქვამია შთაგონებულმა ღვთის სიტყვისგან შეადგინეს ხელწერილი, ბეჭდები დაასვეს და წარუდგინეს ღმერთს და უთხრეს უფალო, იმიტომ რომ რჯული ვნახეთ, იმიტომ რომ სიტყვა შევისწავლეთ, ეხლა მივხვდით რატომ გჭირდა ეს ყველაფერი. ეხლა გავიგეთ და გახსოვთ ის რიგები მარხვაში, ლოცვაში და შემდეგ მონანიების რიგები მანამდის რატომ ვერ გრძნობდნენ? ხვდებით? მანამდის რატომ არ მოდიოდნენ ამაზე? ისინი განა ებრაელები არ იყვნენ? განა მათი ტვინიდან ამოვარდნილი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მტვერი მიეყარა რაღაცას. და მოვიდა ღმერთი, ამას ქვია რომ მოვა ღმერთი. ამას ქვია რომ მოგინახულებს ღმერთი, ჩართავს ამ სინათლეს. და ყველაფერი სხვა ელფებს შეიძენს. ყველაფერი და მოვა ძალა ღმერთისგან ამ დროს. და მათ ფიცი დადეს და თქვენს ფიცავთ, ხელწერილს დებთ, ბეჭედს ურტყავთ, რომ ვიმოქმედებთ აწი ამ გზაზე და დაიწყო დიდი განკურნება მთელს ისრაელში, მეგობრებო. ისტორიულად ეს იყო ერთ-ერთი დიდი განკურნება, რომელმა განკურნებამაც იესო ქრისტეს მოსვლამდე უწია. იესო ქრისტეს მოსვლამდე ისტორიულად ტაძარი აღარ ხელყოფილა. იესო ქრისტეს მოსვლამდე ებრაელებმა ტაძრის სისტემა შეინარჩუნეს. იმდენად დიდი იყო ეს აღორძინება, იმდენად დიდი იყო ეს ჩადებული შრომა და ეს საფუძველი. დიდება უფალს, კარგით, მე ბოდიშ გიხდით, მოდი წამოვდგეთ და ვილოცოთ.